პირველი ეს არის ინტროექცია. აზრები, შეხედულებები, მახასიათებლები, რომლებიც ჩვენ ჩაგვიდეს და რომელიც ჩვენ გადავყლაპეთ გაუცნობიერებლად. ეს ყოველთვის ხდება ბავშვობაში და იმ პერიოდში სხვათა შორის ეს პრინციპში ჯანსაღი მოვლენაა, რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვართ პატარები, მშობლები გვასწავლიან, როგორ უნდა მოვერგოთ სოციუმს, როდის რა უნდა გავაკეთოთ, ხო? აი ელემენტარული წესები, ეს ყველაფერი არის ინტროექტები. რასაც ჩვენ აი პირდაპირ გვაძლევენ გადასაყლაპად და რასაც ჩვენ პრინციპში ვყლაპავთ, ზუსტად ისე როგორც ამას გვაწვდიან, იმიტომ რომ სანამ ჩვენ პატარები ვართ, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავსაჯოთ. რამდენად სწორია ის, რასაც მშობელი მაწვდის, კარგი, ჩვენ არ ვამბობთ თქვათ ელემენტარულ წესებზე სოციუმში ყოფნაზე, მაგრამ ამას რომ კიდევ სხვა რაღაცები მოყვება, ჯერ წესები მერე მოყვება რაღაცა ღირებულებები, ფასეულობები, შეხედულებები, ნელ-ნელა ეს რაც უფრო იზრდება ბავშვი, მშობელიც მას უფრო რთულ რაღაცებს აწვდის. და ეს ყველაფერი ინტროექტების სახით ილექება ჩვენს შიგნით, როგორც აი ორგანიზმში ჩადის საჭმელი, ასევე ეს ილექება ჩვენ ფსიქიკაში. და აი ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე, რომ გადამავალი ასაკი ძალიან რთული აჯანყების ასაკია, როდესაც ზარდი ესეთი ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში მოდის თავის მშობლებთან, წინააღმდეგობაში მოდის სოციუმთან. ეს ფაქტობრივად არის ძალიან ჯანსაღი პროცესი. რატო? იმიტომ რომ ამ პერიოდში მოზარდს უვითარდება უკვე საკუთარი აზროვნება, საკუთარი შეხედულებები და ის უკვე გადარჩევაშია. აბა, რა მითხრეს მშობლებმა, ეს რამდენად ჩემია? ჩემია, თუ ჩემია ვიტოვებ. თუ არ არის ჩემი, მე ამას ბუდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ასე ვამბობ, რომ გადმოვაფრთხებ და დავტოვებ. ამოვიღებ ორგანიზმიდან და დავტოვებ. და აი სწორედ ეს არის ხოლმე, რაც არის საკმაოდ და თან ბოდიშით საინტერესო ის არის, რომ ეს ინტერაქტები ეს არის შემოსული წინა დროიდან, რომელიც იცვლება მერე დრო და უკვე აღარ ხდება ისეთი საჭიროება, ხო, ამ ინტერაქტის და მან მოდის ბრძოლაც. არა მარტო ჩვენ ინდივიდუალიზმთან, გარემოსთანაც. ხო, ან მე ხვდები, რომ რაღაც არასწორად ჩამაწოდეს რა. არ ვეთანხმები იმას, რაც ჩამაწოდეს.